დასაბუთება, რომელიც დღეს ბრალდების მხარისგან ადვოკატებმა მოისმინეს, მათივე განმარტებით არის აბსურდული, რადგან საქმეში არის დაახლოებით 13 მოწმე, რომელიც ყავს პროკურატურას წარმოდგენილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივი არის პოლიციელი, მათ შორის არის დაზარალებული პოლიციელიც და შეუძლებელია, რომ ზვიად რატიას მასზე ზეგავლენა მოეხდინა თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში და ასევე დღეს პროკურატურამ თქვა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ამის დასადასტურებლად მოიყვანეს ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, რომლებზეც ჯერ გადაწყვეტილებაც კი არ აქვს რიგ შემთხვევაში სასამართლოს გამოტანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დასაბუთებები იყო აბსურდული, ადვოკატების განმარტებით მოსამართლე კალიჩენკო მიიჩნია, რომ ზვიად რატიანისთვის წინასწარი პატიმრობა უნდა გაეგრძელებინა და აღკვეთი ღონისძიება ყველაზე მკაცრი ფორმის მან დღეს არ შეუცვალა. 10,000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ ადვოკატები, რომელიც არ დაკმაყოფილდა, შემდგომ სასამართლოს ხდომაზე უკვე აღკვეთის ღონისძიება ვეღარ გადაისინჯება, თუმცა არსებითი განხილვა დაიწყება საქმის, სადაც უკვე მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელსაც საქმეში ბრალდების მხარე ჩადებს. ბრალდების მხარე უცდებდა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მითითებისას ბრალდების მხარემ არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ ზვიად რატიანი არაერთხელ არის ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიცემული. აღნიშნული გარემოება შეუძლებელია ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი გახდეს, ვინაიდან საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, საუბარი არის იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელზეც ჯერ კიდევ არ მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად შეუძლებელია, რომ იგი პიროვნების მახასიათებლად განვიხილოთ. ზვიად რატიანი არ არის ნასამართლები და ცალსახად არ არსებობს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. არც ერთი მტკიცებულება ინფორმაცია საქმეში არ იყო წარმოდგენილი, რომელიც ამგვარ რისკს რეალურს და სარწყნოს გახდიდა. რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ეს არის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, ასევე აღნიშნული საფრთხე არის სრულიად აბსტრაქტული და არარელევანტური, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია მოწმეებად პოლიციის თანამშრომლები, რომელსაც რაიმე შემხებლობა ზვიად რატიანთან არ გააჩნიათ და გაუგებარია, როგორ შეიძლება მოწმე პოლიციელზე მოახდინოს ზეგავლენა ზვიად რატიანმა. სასამართლოს ხდომაზე ჰქონდა მცირე რეპლიკა და თქვა, რომ ყველაფერს, რასაც ფიქრობს მის წინააღმდეგ დაყენებული ბრალდების შესახებ, დასკვნით სიტყვაში ახსნის და ჩამოაყალიბებს, თუმცა თქვა ისიც, რომ მის მიერ სილის გარტყმა კონკრეტული პოლიციელის მისამართით განზოგადებულ აქტად უნდა განიხილონ, რადგან ეს იყო სილა ყველა იმ პოლიციელისთვის და რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევენ. ბუნებრივია, ზვიად რატიანი ამ შემთხვევაში გულისხმობდა ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს, ნოემბრის და დეკემბრის სისხლიან მოვლენებს. მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარიც და ნიშანდობლივად მიიჩნიეს ზვიად რატიანის დღევანდელი სიტყვა იმ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმაც, რომლებიც დღეს რატიანის მხარდასაჭერად მის სასამართლოს ხდომაზე მოვიდნენ. არ მგონია ბევრი ახს დასჭირდებოდეს რა და რატომ გავაკეთე და სათქმელს უფრო სლად დასკვნით სიტყვისთვის შემოვინახავ. ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებული, რაც ყველა პოლიციელმა უნდა მიიღოს თავის თავზე, ვინც ამ უსამართლობაში და ქვეყნის ღალატშია ჩართული. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს იყო სილა ყველასთვის. მე ვფიქრობ, რომ ზვიად რატიანის სიტყვა ძალიან ესეთი მახვილი, ძალიან დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული მოსასმელი იქნებოდა დღეს მოსამართლისთვის, თუმცა ამან არ იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო არანაირად არ ეკუთვნის საკუთარ თავს, არც საკუთარ ემოციებს და არ ეკუთვნის, რაც მთავარია სამართალს და ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს რეჟიმი. ზვიად რატიანი დღეს განასახიერებდა სოლიდარობას მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მიმართ, იმ ქალების მიმართ, რომელსაც დაუნდობლად ექცევა რეჟიმი, რომელსაც აწამებს დღეს ოცნების რეჟიმი. ამიტომ მისი როგორც პოეტის და როგორც კაცის გამოსვლა იყო დღეს სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის. 2 საათზე მეტია, რაც არტემ გრიბულის და ანასტასია ზინოვკინას სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები ჩვენებას აძლევენ, პასუხობენ დაცვის და ბრალდების მხარის კითხვებს. ზუსტად 2 საათზე კი თედუ აბრამოვის სასამართლოს ხდომა გაიხსნება.